სიგნიფიკაცია. მანძილი თქვენ შორის შეგრძნება, რომ რაღაცა ახალი იწყება და ვერ იგებ რა იწყება. თუმცა ამავდროულად ფიქრობ, რომ აი როგორ ხარ იცი, გაქვს რაღაცა სურვილი, რომ კიდე რაღაცა იმოქმედო, იფიქრო, რაღაცა თითქოს ახლის დაწყ, აი განახლება ან ახალ ეტაპზე გადასვლა, როგორ შეიძლება მოხდეს. გაქვს ამის სურვილი, რომ რაღაცა ალტერნატიული მიმართულება მოძებნო. თუმცა ამავდროულად მოდის დაცემის ენერგია არა, დაცემის მდგომარეობა იმ მხრივ, რომ ფიქრის დონეზე ენერგეტიკულად ხარ ენერგიაში, რომ თითქოს აი შენი ოცნება, რაც არის გრძნობ, რომ რაღაცა უნდა დაიწყოს, რაღაცა უნდა ამოქმედდეს, თუმცა აი ამის უკუქმედება, ანუ უმოქმედება გაგდებს დაბლა. და თითქოს მე ფიქრობ, რომ აზრი არ აქვს ყველაფერს, გახსენდება წარსული, რა გამოიარე, უძილო ღამეები, ძალიან დიდი ტკივილი ამ ურთიერთობიდან, ურთიერთობაშიც და ურთიერთობიდან ეგრეთ წოდებული გასვლის ფონზეც, როდესაც ვერც გადიოდი, ვერც შემოდიოდი. ასევე გახსენდება ის, რომ იმ ფიქრებს თავს აწვრენდი, რაზეც რეალურად უნდა შეგეხედა, მაგრამ თავს იწვრენდი. არ გინდოდა, თავს იტყუებდი, გამოდიოდი ამ ფიქრებიდან. აი ესეთი სიტუაცია. რაც შეეხება შენ ვინ ხარ? შენ ხარ ძალიან ლამაზი ადამიანი, მოქმედი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რესურსულად იმოქმედოს ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე და ზოგადად ცხოვრებისეულად რა შეგიძლია რაღაცებს დაუსვა წერტილი, მიიღო გადაწყვეტილებები, შენი ასე ვთქვათ ახალ ცხოვრებასთან დაკავშირებით, იმოქმედო, დაიჭირო სამყაროსგან მოცემული შანსები. ძალიან ლამაზი ადამიანი ხარ, ხარ გამხდარი ადამიანი. ცოტა მოგრძო სახე გაქვს. შავი ან ქერა თმა. ცოტა ცივი ხარ გარედან, ემოციებს ცოტა ცივად გადმოსცემ, მაგრამ ხარ ძალიან ლამაზი. რეალურად ძალიან ემოციური ხარ. შეგიძლია ემოციების გაცემა, მაგრამ ამას ყველა ვერ ხედავს. ყველას არ აჩვენებ. ასევე სიტუაცია, რომელშიც შენ იყავი, დაიწყებოდა ერთ და იგივე კრუგზე ტრიალდებოდა. ეს არ არის ახალი ურთიერთობა. ეს იყო ურთიერთობა, რომელიც შეიძლება წელიწადზე მეტი გრძელდებოდა. შეიძლება არა 99%-ით. და თითქოს აი ეხლა ფიქრობ, რომ ეხლა თუ რაღაცა დაიწყება ამ ურთიერთობაში, დაიწყება აბსოლუტურად სხვანაირად. და ასევე შეიძლება ხარ საზღვარგარეთ, ან შენი პარტნიორია საზღვარგარეთ, მანძილი გაქვთ თქვენ, შეიძლება ესეც არის დამღლელი ფაქტორი თქვენ შორის, მაგრამ ამ ურთიერთობისთვის რომ ბევრი გააკეთე, რომ რაღაცა გამოჯამრთელება ქონოდა, ეს ფაქტია. თუ იცანით სიტუაცია, ესე იგი გაშლა შენ გეკუთვნის და დარჩი არხზე.
ხო, ამ კაცისგან მოდი პირდაპირ გითხრა, ელოდები პასუხისმგებლობის აღებას ამ ურთიერთობაში. რისი თქმა სურს შენს პარტნიორს ახლა ამ ეტაპზე, რომ შეეცვლას? ვიზეთ შენ ეხლა ამ წუთას ფიქრი გაკავშირებს აი მაგ ადამიანს, რისი თქმა სურს რომ შეეცვლას. ეს ადამიანი გეგმავს მოქმედებას, იცოდე. პირველ რიგში შენ რისი თქმა სურს, აი რა ენერგიებში ახლა მე ვარ, ზუსტად იგივენაირ ბორძიკობაშია ის. პირველ რიგში სურს იმის თქმა, რომ მისთვის ხარ საყვარელი ქალი. სურს იმის თქმა, რომ უყვარხარ კიდეც და იცის რომ გიყვარს და ამას ძალიან სწორად და ბალანსირებულად გადასცემ ნებისმიერ სიტუაციაში. იცის რომ თავშეკავებული ხარ, მაგრამ გიყვარს. ეს ადამიანი აი შეიძლება რამე ნიშნებს გაძლევს, რომ კი იცის რომ გიყვარდა, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ ახლა გაძლევს რაღაცა ნიშნებს, შეიძლება ან სტუმრებში მოდის შენთან, ან რაღაცით აჩენს თავის თავს ინტერნეტში, შეიძლება ეს ადამიანი. იმისთვის რომ ნამდვილად დარწმუნდეს რომ ისევ გიყვარს თუ არა ეს კაცი. აი ამის თქმა სურს რომ მე რა ნიშნებსაც გაძლევ, ეს არის ის რომ მე დავრწმუნდე ნამდვილად გიყვარვარ თუ არა შენ ისევ მე, რომ ვიმოქმედო. ეს შეიძლება მესიჯებს დაწერს და წაშლის. რადგან აი ამიტომ ვერ იმაშრება, ვერ აგზავნის. კიდე რისი თქმა გსურს ამ ქალისთვის? მე ის არჩევანი რაც გავაკეთე და წავედი იმ გზაზე, რომელიც არც თუ ისე ადვილია, წავედი იმიტომ, რომ იმაზე მეტი ფული მჭირდებოდა, ვიდრე შენ შეგეძლო, რის გამოც ჩვენი გრძნობები, ურთიერთობა შეიძლება სულ არეულობაში იყო. თუმცა აქ ისევე როგორც შენ, მეც მაქვს შენს მიმართ სიყვარული. კიდე რისი თქმა სურს იმის თქმა, რომ უშენობა მისთვის და ეს ეგრეთ წოდებული სიტუაცია, რომელიც ცვლილებას მოითხოვს და მიმდინარეობს კიდეც ცვლილება, მისთვის არის ძალიან მტკივნეული მანძილი თქვენ შორის, არის ძალიან მტკივნეული ამ ადამიანისთვის. არის მარტო ეს ადამიანი. მარტო შენ მიყვარხარ, აი ამის თქმა სურს. და ისიც ვიცი ზუსტად, რომ შეცვლილი პოზიციით უნდა მოვიდე შენთან. ამიტომ ვარ საზღვარგარეთ, ამიტომ მუშაობ, ძალიან ბევრი ფული მჭირდება, იმაზე მეტი ვიდრე იცი. შენ გაქვს რესურსები, შენ გაქვს ფინანსური რესურსები, შენ ხარ შემდგარი ადამიანი. შენ თავზე დამოკიდებული ხარ, შეგიძლია მიიღო ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები და პირობითად აი რამდენიც გჭირდება, იმდენი გაქვს. სწორედ ამაზე ვნერვიულობ, რომ მე ვერ ვდგავდი იმ ნაბიჯებს, რა ნაბიჯებიც უნდა გადამედგა, იმიტომ რომ შენ გქონდა ეს ყველაფერი, მე არ მქონდა. სამი მაღალი არკანი.
შენ ჩემო ძვირფასო ადამიანო, შენი ხარ ის ადამიანი, აქ გეუბნება ეს ადამიანი, რომელიც ვერც ხვდები რას აკეთებ ჩემს ცხოვრებაში, რას უკეთებ ჩემს თავს, ჩემს სულს, ამავდროულად ძალიან მათბობ, ძალიან მაბედნიერებ, აი როგორც პატარა და პატარა ბავშვი ისე ბედნიერებას მგვრი, მაგრამ ამასთანავე მანგრებ. შენ ამ მთლიანად შეცვალე ჩემი ცხოვრება, შენი სიჩუმით თუნდაც. ამიტომ მე გადავდგი ნაბიჯები, ბევრი ფიქრის შედეგად და ამიტომ მე გადმოვდგა ნაბიჯებს. მე ვფიქრობ ამ ყველაფერზე და მინდა რომ გადმოვდგა ნაბიჯები, მაგრამ იმისთვის რომ ეს გავაკეთო, მჭირდება ფინანსური რესურსი, რაღაცაში ჩავდო, რომ მე რაღაცა წინააღმდეგობებს შევებრძოლო, რომელიც შეიძლება მომავალში შემხდეს. ეს მანძილი, ეს სიშორე, ეს რაღაცა დიდხნიანი დასასრული, ჩემთვის არის ურთიერთობის, ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული. უკონტაქტობა. შენ ხარ ჩემი მთელი სამყარო. ხო, ეს გაჩერებული სიტუაცია ამას ანგრევს. ელოდება რომ იწერ. აქ ვეკითხები, რომ გინდა რომ მოგწეროს მეთქი და ეგ ისეთი რადიკალისტიაო, რომ ეგ რაღაცას გადაწყვეტავსო, ეგ აქეთ ელოდებაო, რომ მე მივწერო, იმიტომ რომ აი ეს რა ქვია, მე არაფერი გავაკეთეო რა. მაგრამ აი რომ მოგწეროს, რა მოხდება? ძალიან გაუხარდება, აი ძალიან. ძალიან გაუხარდება. თითქოს სულს გაუხარდება. მაგრამ ეგ აქეთ ელოდებაო და ფიქრობს რომ არ მიწერ. მაინც ამას მიყოლებს, კაცო, შე რა გინდა? ეხლა რა გინდა რომ უთხრა ამ გოგოს? ძვირფასო ადამიანებო, რასაც ყოველთვის გირჩევთ, საჯარო გაშლით, გადაწყვეტილება ამაზე დაყრდნობით, საჯარო გაშლაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება არ მიიღოთ. თუ თქვენი თავი გადაგაწყვეტინებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთეთ რამე ხდება. საჯარო მაინც არის საჯარო. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა. აქ შეიძლება სიგნიფიკაცია იყოს თქვენი და რაღაცა კონკრეტული ერთი სიტყვა იყოს ვიღაცის და ზუსტად იმ ერთმა სიტყვამ, რომელიც შეიძლება სხვისი იყოს, მიგაღებინოთ რამე გადაწყვეტილება. ამიტომ მიიღეთ თქვენი. რა გინდა რომ გადავცე მე ამ გოგოს, რა კარგ ნაკადში ვარ, ნაერთო. მადლობა სამყაროს. რა გინდა რომ გადავცე ამ გოგოს, შენს მაგივრად რა ვუთხრა. რა გადავცე, მითხარი და მე გადავცე. რა გადავცე ამ გოგოს შენგან. მე რა საყვარელია. მე შეიძლება ჩუმად ვარ და არაფერს არ ვამბობ. შეიძლება დიდი ხანია ჩვენს ურთიერთობაში არის დაპაუზებული სიტუაცია. დიდი ხანი შეიძლება ერთი და იგივენაირად მიმდინარეობდა ურთიერთობა, გაიწელა ეს ყველაფერი და სწორედ ახლა ამის დასასრული მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული. გავდივარ უდიდეს სულიერ და ნახე როგორ ტრანსფორმაციას გადის ეს ადამიანი. სულიერ ტრანსფორმაციას გადის, ანუ შიგნით აქვს ტურბულენცია, ემოციური ტურბულენტობა აქვს და პლუს ხდება, რომ ისე ვეღარ იქნება, როგორც აქამდე იყო და ცვლილებასაც ვერ ახორციელებს ამ წუთას და იცის, რომ
თავრდებათ, ან აი ეს ფიქრი აქვს, რომ ისევე აღარ იქნება ზუსტად იცის, რომ უნდა შეცვალოს, ვერ ცვლის ვერაფერს, შინაგანი ემოციური ღელვა აქვს ამ სიყვარულთან დაკავშირებით და ვერ გეუბნება. დამაბარა, რომ თასების მეფეში წარმომიდგა, რომ გადაეცი, რომ მე ის მიყვარს, შეიძლება ეს სიტყვა არც ქონდეს შენთვის ნათქვამი კლასიკაში, თასების მეფე ესეთი ტიპაჟია, მაგრამ ამ ადამიანს სტაბილურად და გააზრებულად უყვარხარ. კიდე რა გინდა გადავცი ამით რას მეუბნები? ჩემო სიხარულებო, გვაბარებს ეს ადამიანი, მაბარებს ეს ადამიანი, გადმოგცეთ, რომ ეს არ დამთავრებულა ურთიერთობა. მე აუცილებლად ჩამოვალ, ჯერ არ ვიცი რანაირად და როგორ გამოვალ ამ სიტუაციიდან, როდის, როგორ, მაგრამ შეჩერებული ვარ, მაგრამ მე მაქვს გეგმაში ზუსტად რაღაცა გეგმაც აქვს და თითქოს აი უკვე გამოვიდა, მაგრამ ბოლომდე არ იცის ეხა ეს გეგმა გაამართლებს თუ არ გაამართლებს. ამიტომ აი არ არის რა დარწმუნებული, მერყეობს, მაგრამ როცა გამოვალ, მე აუცილებლად, იმიტომ არაფერს არ, მე აუცილებლად ჩამოვალ შენთან. ძალიან მძიმეა შენ უშენობა, რასაც მე დავატარებ ჩემთვის და იმედია ეს დამთავრდება. შენ ცხოვრებაში თუ იყო ვინმე მამაკაცი, ვიზეც შენ ამას ესაუბრებოდი წარსულში, ხო? ფიქრობს, რომ შენ ისეთი ძლიერი ქალი ხარ, რომ იმასთან ხო არ დაბრუნდი, ეს ცალკე ანერვიულებს კიდე. ასევე გეუბნება, რომ წარსულში როგორც იყო სექსუალური ურთიერთობა, მოდი, მიდი და აი ამ კრუგზე დავდიოდით და ეს იყო შენთვის ძალიან დიდი ტვირთი, ხო? და ითხოვდით ჩემგან პასუხისმგებლობას და აღიარებას, თანაცხოვრებას, რის გამოც გაჩერდა ჩვენი ურთიერთობა და ჩავარდა კრისში, ეს შეიცვლება. ჯერ არ ვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ნახე, შეიძლება ამას სახლის ყიდვა უნდა ამ ადამიანს და ამაზეა ძალიან დამოკიდებული და როდესაც ამას გააკეთებს, აუცილებლად იმას იზავს შეცვლის ამ სიტუაციას. ასევე შენ თუ ამას ეხმარებოდი ფინანსურად, ხო? ახლა ამას უნდა ის ვალიც დაგიბრუნოს, რაც შენ გაქვს მიცემული და ძალიან ანერვიულებს იცოდე და ზედმეტადაც დაგეხმაროს. კი. თუ შენთან კომუნიკაციაზე არ გამოდის ეს ადამიანი, აი ამიტომ რომ ჯერ ამასთან დაკავშირებით აქვს შიდა ბრძოლები. ესეთი იყო გაშლა დღევანდელი თემის. თუ იყო თქვენი გაშლა, მოიწონეთ ვიდეო, რათა მივხვდე, რომ ინფორმაცია, რომელიც მიიღეთ, ეკუთვნოდა ამა თუ იმ ადამიანს. მე კი გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას ცხოვრებაში და მზეს თქვენ სულში ძვირფასო, ულამაზესო და უჭკვიანესო ქალბატონებო. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ შენ ვინც ამ დრომდე აქ ხარ, შეუძლებელია შენი აზროვნების არეალი იყოს მხოლოდ იმით შემოფარგლული, რომ უყვარვარ, არ უყვარვარ, დანარჩენი სხვა არაფერი არ გაინტერესებდეს. ამიტომ მადლობა, რომ ხართ ჩვენთან და ამ სივრცეში, მადლობა სამყაროს და მადლობა თქვენ. გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.